საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. დილამშვიდობის. იმედია თქვენ მაინც გეძინათ, იმიტომ რომ მე ვერ დავიძინე ვერაფრით. ესე იგი საღამოს ჩვენმა ყოფილმა მეზობელმა დაურეკა მანანას. საცხობი გაქურდესო. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ მანანა რა დღეს ჩავარდებოდა. ძლივს მოვასულიერეთ. მე აიჩემა საცხობში უნდა წავიდე, უნდა ვნახო რა წაიღესო. ამ დროს დარეკა სანდრომ, ლილი ბებუაც უდადო. იღეს ახსოვდა საცხობი. ნუ მანანას. თან ისეთი ტაკიკარდია ქონდა. ვეღარ დავტოვე, შემეშინდა. საზა წავიდა ლილისთან. იქ სასტრაფო გამოუძახებიათ. მე მანანასთან დავრჩი. მაგრამ ვერ გამოვიძახე სასტრაფო, იმიტომ რომ მანანამ თავი გაიგიჟა სასტრაფო არ მოიყვანო, კორონას მომიტანენო. ნუ იქ ლილისთვის გადავღიათ კარდიოგრამა და არაფერი. აკლიმატიზაციის ბრალი იქნებაო. ესე იგი, აი ამ გაწამეძიაში ვიყავით ილის 7 საათამდე. მერე მოვიდნენ ბავშვები, ისეთი დაღლილები იყვნენ, ეგრევე დასაძინებლად შევიდნენ. მაგრამ ნინი მოასწრო და მახარა. დღეს 7 საათზე სკოლის ფსიქოლოგს აქვს მშობლებთან ონლაინ კრება თემაზე კარანტინში ბავშვები. და კითხვები მოიფიქრეთ. ესე იგი, არანაირი კითხვა არ მომდის თავში, გარდა იმისა, როგორ არის მანანა და როდის მოვა. იმიტომ რომ კომენდანტის საათი დამთავრდა თუ არა, ზაზა მოვიდა და ზაზა და მანანა წავიდნენ საცხობში და ჯერ არ მოსულა. წავიდი ხა თორე ძალიან მეცინება. ჯერ შენ შედი. არ მინდა რომ უკან მედგე. უკვე მე შენია ზურგში დანა არ ჩამარხა. ზურგიდან მოპარვა რავაშკაცის საქციელია. უარესი მიქენი. ხანჯალი გამიხარ. დედა. რა დედა რა ადექი. წვეთები დამალერვინე რა. ბევრი რამე აწაღებული? ყველაფერი მაკა, ყველაფერი, არაფერი არ დამიტოვეს, გამძარცვეს, გამანადგურეს. არა იმას როგორ უნდა შეერგოს ჩემი ნაწვალები, ჰა? აი დავშვიდი დედა. როგორ მაკა, როგორ? არაფერი აღარ გამაჩნია, გავკოტრდი. არგით რა, ეგრეც არ არის საქმე ქალბატონო მანანა. ყველი ხომ გვაქვს. საფუარიც არ წავუღიათ. მაკა, გაჩერდეს ახლა თორე მოვკლავ რა. შეხედე, ერთი ხმოსთვალებით რო იყურება, ვითომ არ იცის რა დააშავა რა. ამ ხელა კაცმა კარი არ ჩაკეტა. კარი დატოვა ღია? არა მგონია, მაგრამ ქალბატონმა გამომძიებელმა ესე გადაწყვიტა. გამოძიება და ჯანდაბა მაგას. შენ თვითონ არ ნახე რომ კარი გატეხილი არ იყო? მერე, როდის იყო ქურდები გასაღებით დადიოდნენ? დედა, გასაღების გარეშეც ხო აღებენ კარს? ეხა შენ დაიცავი კიდე რა. არ ვიცა, უბრალოდ მინდა რომ დამშვიდდე. დავშვიდე კი არა, მინდა რომ მოვკვდე. გამიზომე ერთი წნევა რა. 2 კაპიკი მქონდა. 2 კაპიკ შოვლობდი, ჩემი წამლის ფული მქონდა და ისიც წამართვეს. მოვიფიქრებთ რამეს, ნუ ნერვიულობ. მოვიფიქრებ. ყველი რამდენი გვაქვს? რა ვიცი, 5-6 კიდო არის. 6 კილო. საფუარი? 1-5, ნუ არ ვიცი, მე მგონი 12 ცალი დებს შიგნით. ანუ 1 კილოზე გამოდის 2 ცალი? მერე? მერე. რახან ღუმელი და ფქვილი წაიღეს, ესე იგი საცხობიც ვერ მოიქნება, ხო? და ასეთ დროს რა უნდა ვქნათ? ანუ ვინ იგებს ასეთ დროს? ის ვინც დროულად და სწრაფად ახერხებს სიტუაციიდან გამოსვლას. ამ შემთხვევაში ერთი ბიზნესიდან გადავხვდებით მეორე ბიზნესში. ანუ ეხლა მე ბიზნესის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ იმდენი ბიზნეს ესხი მაქვს გაცემული, რომ მაგის მეტი რა ვიცი. ქალბატონო მანანა.
ასეთ დროს ხელების ჩამოშვება არაფრით არ შეიძლება. სასწრაფოდ ხურავთ საცხობს და ხსნით ყველის მაღაზიას. ეს ცოტა ვერ არის, ხო კარგად? მე დამცინი? საზა ვერ ხვდები რას ლაპარაკობ. გადამრევ მაკა შენ 6 კილო ყველი გვაქვს. ეს არის მინიმუმ 70 ლარი. 70 ლარს თქვენ ეხუმრებით? როგორც კი ნახევარს გავყიდით, მაშინვე ჩავატრიალებ და ესე ჩენი 9 კილო. მე 12 კილო, მე 15 კილო. და მე ვინ იყიდის ჩემ ყველს? ეგეც მოფიქრებული მაქვს გავატონო მანან. ამას სჭირდება გაყიდვების სტიმულირება. ანუ მომხმარებელს შევთავაზებთ აქციას. იყიდე 1 კილო ყველი და საჩუქრად მიიღე 2 საფუარი. ვაიმე მაკა, ეხლა მართლა გაჩერდეს ეს თორე მოვკლა, აი, მართლა მოვკლა უკვე რა. არ გცხვენია ქალმა ყველაფერი დაკარგა. აი რა მაკა, ეგრე საგანგაშოდაც არაა საქმე. ხუმელია წაღებული. ვუყიდით ახალ ხუმელს და გააგრძელოს მერე ხაჭაპურების სხობა. მაგრამ მე თუ მკითხავ, ყველის ბიზნესი უფრო პერსპექტიულება. აი ვამბობ რა, ერთი წესიერი გარდერობი მომეცით და ისეთ ლუქს ავაწყობ ნებისმიერი კაცი დაეცემა თქო. აი ნერვიულობ ეხლა ამაზე, არაფერსაც არ ნერვიულობ. რით ვერ ვისწავლე საჭმელების კეთება, კაცმა არ იცის ახლა შორენა რას გააკეთებს. პუნქტუალური კი ყოფილა. გამარჯობა. მე ვარ შორენა. ვიცი, მოდი, მე დასო, მოდი. ეს არის. ნათიამ კი მითხრა ძალიან ლამაზი არისო, მაგრამ რაც წარმოგიდგინე იმაზე ბევრად ლამაზი ხართ. მე მიხომ არა რაც კიდე გეხვეწები რა სულ პრობლემებშია. მოკლედ შორენა, უნდა მიშვება. ვაიმე, რაც ჩემზე არ იფიქროთ. ნათია კიდე ისე მიყვარს, მისი მეგობრისთვის თავს მოვიკლო. კაი, სიკვდილი არ არის საჭირო, უბრალოდ თავგაციბაც მეყოფა. მოკლედ, დღეს ისეთი სტუმარი მყავს დაბარებული. ვიცი, ნათია მითხრა. აი, ნათიამ რაც გითხეთ, ეხლა წამი ყველაფერი დაივიწყო. საერთოდ ნათიას და რა საჭმელებსაც აკეთებ, ეგენიც დაივიწყე. ვაიმე, დამღიარული ხარ. ხო, მოკლედ. დღემდე სუფრაზე არ მინდა არავითარი გლუტენი. ხო იცი რაც არის? ისეთი სუფრა მინდა რა, ნაკლები ნახშირწყლებით, ბევრი ბოსტნეული, უფრო ფრეშ რო იყოს რა. ხო, ფრეშ იქნება, ეხლა რო წავალ მოვიტან და გავაკეთებ საღამომდე რა გააფუჭებს. ხო, ნუ პრინციპში ეგეც მართალია. პირბადე ხო გაქვს? 2. ნუ ორივე საერთოდ ნუ გაიგეთებ გეხვეწები. ანუ ვარ შენი მეტად. აი ნახავთ. კაი, მაშინ მოდი განახო ხა სადრადეს. მოკლედ, აქ არის ტაფები, ქვაბები და ჯამები, აქ მიდევს წინსაფრები და ხელსახვეწები, დანარჩენი სადრადეს მოკლედ წარმოდგენა არ მაქვს და თუ გინდა მოგეკე და გამოიყენე რაც გინდა. ხმალისუნელები ხო გაქვთ? აი ხა რო გითხრა კითხო დაიჯერებ. არ ვიცი თქო, ხო გეუბნები მოგეკე, თუ არა და მე მგონი ნედლისუნელი მაქვს და საღამომდე კი გახმება. აი მე მოკლედ გავიქეცი ძალიან მეჩქარება მე. ფული კიდევ დავავიწყო ფულის მოცემა რა კარგად რა ემციჩქაში ყოველდღე გადამავს და ახლა ამდენი არ დამჭირდება. აი, კონდეს კაცო, რა იცი რა ხდება. თან ძალიან უღელა ხა ჩემი ქმრის ყოფილი ქმრის ფულია და შეგიძლია დახარჯო რამდენიც კიდე. და თუ გინდა სპეციალურად ვიყიდე ძვირიან პროდუქტებს. ვაიმე, შორენა მომწონხარ. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ შენი მეწება. სუფრაზე არის დარდო. დენ. ფსიქოლოგისთვის დასასმელი კითხვები მოამზადე. დამრიგებელმა 7-ზე ყველა შობელი კომპიუტერთან მიძესო და კითხვები დავსვა. და რატომ უნდა ელაპარაკო ჩვენ ფსიქოლოგს? პირდაპირ ჩვენ და ველაპარაკო არა? და თქვენც მოусმენთ ხო? ნუ ალბათ არა, მაგრამ მოდა ამისთვის არის საჭირო დედა. ხედავთ რა ჭკვიანი ბებო ყავთ? ჭკვიანი და გაკოტრებული. ვაიმე დედა, რით ვერ დაივიწყე ეს ამბავი, ჰა? ბებო. და შენ რო გაესაუბრო ჩვენს ფსიქოლოგს იქნება და ცოტა მაინც დაგამშვიდოს. ყველა გეწაძე მე როგორ დამცინი. ნინი, აი წავალე ხა და ბოდის მოვხდი. ყველა გეწაძის სახელით მოუხადე მა. არა და რა უთხრე ხა ბავშვმა ისეთი. მშვენიერი იდეა. მართლა დაელაპარაკე და უთხარი დედაჩემი გაძარცვეს და განიცდის თქო. ეხლა თუ არ გაჩუმდები, შენ დაჯდები ზუმში ფსიქოლოგთან. აუ არა, იქ მარტო დედები იქნებიან, ხო ვიცი? აი, ბავშვმა თქვა არა თორე მე სიამოვნებით. რა უნდა ნეტა? რა ვიცი, მაგაც სალაპარაკოს რა გამოუვლით. შენ რა გონია სხვას რას აკეთებენ?
თან რამდენს ლაპარაკობს? ვაიმე, რამე რომ მითხრას ისე. და რა უნდა გითხრას? ანუ ფსიქოლოგია, ქართულის მასწავლებელი კი არა. მაგალითად რამე გითხრას, მე კურსებზე უნდა გვადარო. დედა, გენიოსია ეს ბავშვი. ვის გავს ნეტა? აი, წავედი მოკლედ თქვენ. ეს ყველაფერი ალაგეთ, თორემ ფსიქოლოგი მე დამჭირდება. მოვკვდი. მოგება დავუდგე. სუნინა რა, დაიწყო იმეს რამე. მის ხალხი რებს ჭამს რა. ჩემს სახლში ეს სონი. შორენა! მე ეს რა გააკეთა? ეს რა გააკეთა? ხალხი შემიწვა და ნიორი? შქმერული გამიკეთა გოგო? აი მე კიდე კაი გამასწო, თორე მივასიკვდი. აი მე რა სუნია, რა სუნია, რა სუნია. რა სუნია. არ გამიგვიწო. ციოს დავაცილეთ. ბიჭო, რა წვეთების სუნია? ერთის და ორის ქილებით ვსვით. ძალიან ნერვიულია ხო? ისედაც უყვარს ეგ საქმე. მაგრამ საბაბი თუ აქ ვერ დაასრე. მაგრამ ვერა მეც ისე დავიძაბე. შენ რა განერვიულებდა? ბიჭო, გენერალი მართლა როგორ გამოხსნედი ეს რომ ღია დამჭა. აი რა დაიგიდე. მანანასთვის ისედაც მე ვარ ქვეყნის დამაქცევარი და დარჩეს ეგრე. მე რაც თავაზობ რომ მთელი ცხოვრება ვემალო თუ რა ვქნას. მთელი ცხოვრება. ერთი-ორი დღე ნუ შეეშხირები თვალში. მე გადავიწყდება ხო? 3 ტომარა ფქვილი და 1 ღუმელია წაღებული. დავალ მე გავიგებ სადიყიდებ ეგ ღუმელი უყიდი და გააგრძელებს ხაჭაპურების სხობას. მეც შე რატომ უყიდი? შე რატომ უნდა იზარდო? მე ოქცენ ფულს. მატერიალურ ზარალს ამინაზღაურებს, მაგრამ მორალურს ვერ ამინაზღაურებს, მაო. ერთადერთ სიდეთრს მაგარ გინებდი. რა სიზამთე მე ახალს ვიყიდდი? ეგეც ჩემს ეს მოგცემდი რა იყო რა. ვერე მინდა მე შენი გადამთელი სიდედრი 1000 ერთხელ რომ ჩამოვა და მინახულებს? რა იდიოტი ვარ რა. მაგრამ კვდებოდი ბიჭო და რა მექნა? და გონი ეგ გათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან? რა აშკარად მახსოვს რომ გავკეთე გარე. გამოვხურე. მაგრამ უგულოდ შენს მომას ვისავარ და თუ არ ველოდი შენგან ჩემი სიდედრის ბიზნესზე თუ მოიქცევოდი. დაგვაქციებ აქტიურად. იცი რა, მანანა მართალია. ხანდახან ისეთი მასხარა ხარ, რომ აი კიდე რაჭი. ხეხლა არ იღებს, იცის ეთქობა, რომ უნდა მოვკლა. ნათია. ხო დასო. ბავშვ საჭმელი საჭმელს და აი მე საჭმელი დაჭამა აღარ გამახსენე, თორე არ ვიცი რას გიზავ. რა ვაჭამო ახლა გიორგის? რატო? არ გაგიკეთა შორნამ არაფერი? აი მე ვერ მოასწრო. გამიკეთა, ნათია, გამიკეთა, მაგრამ ნივრიანი შქმერული. ხო, აბა შქმერულს ნივრის გარეშე ხო ვერ გააკეთებდა. აი მე და ნივრიანი საჭმელი ვაჭამო, ხო პაემანზე მოსულბი. რატომაც არა? იცი რა სასარგებლო? აი კოტიკო რო ცივდება. ნათია, გაჩუნდიე, ხო თორე არ ვიცი რას გიზავ. სამკურნალოდ მომყავს ეხლა ის ბიჭი? რა გავაკეთო? ვაიმე. გოგო, აი შორენა, გინდა ვთხოვ და ისევ გამოგუშვებ? შორენას გადაიცი, ცოტახანი არ დამენახო საერთოდ. რისთვის დაურეკო? რისთვის მოვიყვანო რომ ხაშლამა გამიკეთოს? აი მე კი, სასწაულ ხაშლამას აკეთებს. ნათია დამანება ეხლა თავი წავედი, მოვემზადო მაინც რამე, გამოვიპრანჭო და ისე მაინც დავხვდი ამ ბიჭს და შორენას გადაიცი, ცოტახანი არ დამენახო საერთოდ. ასე იყო? ხო, კი. მოგვიკითხა რა შვებითა? საჭმელზე რაო? კმაყოფილია? გაგიჟებულია. ესეთი ჩქმერული არც მინახავს. არა, გავძეძგეთ ხიმით და ნიორით. ხო იცი, კაცებს უყვართ გემრიელად ჭამა. აი მე შორე, ოქრო ხარ, აი ოქრო. ალუბლის პეროგიც გავუკეთე, უკურკო. აი მე მართლა.
აუ კი მომენატრა ისე ალუბლის პეროგი მე. კოტიკო მაიტანა თან ალუბალი. მე რა უნდა მაგას? თქვილი დამაწონე ხო გაკ? კი, გა. აბა მიმიში მოიცახელები დავიბანე. აი მირა გოგო ხარ შორე. ალბათ ყველამ კარგად ვიცით, COVID-19-მა რა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი ჩვენი ქვეყანა. მარტო ჩვენი ქვეყანა? მსოფლიოს ცხოვრების რიტმი და სტილი შეიცვალა. დიახ, გეთანხმებით. ალბათ პლანეტა ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. პლანეტა არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილები ისე გაველურდნენ, რომ ალბათ ძველებურები ვეღარასოდეს იქნებიან. ვერ წყვეთ კომპიუტერს. ვერც მე. რა ვქნა არ ვიცი. აი სწორედ ეს დიდი გამოწვევაა, რის წინაშეც ახლა მშობლებით განან ამ რთულ პერიოდში. დათი მხოლოდ გაკვეთილების გაკეთების დროს ზის კომპიუტერთან. მაშოც და არც ერთი წუთი ზედმეტი. რა ბედნიერება. აბა. მოდარ. გად. აი მე გოდიში არ იცოდა რომ ლაპარაკობდი და არ ვიშავს, ჩემიც ვერ მიეჩვია. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, ფსიქიური მდგომარეობისთვის ახლა მშობლების ჩართულობაა საჭირო. აი მაგალითად, უნდა ვაკონტროლოთ მათი კომპიუტერთან და ელექტროხელსაწყოებთან ჩდომის დრო. სხვათა შორის სამგაკვეთილზე მეტი ზუსტად მაგიტომაც არ ტარდება, რომ ბავშვები ეკრანს არ მიეჯაჭვან. მართალია, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ბავშვი ჩვენი შვილებივით არ იქცევა. იცით, ვერ გაამტყუნებ. ბავშვია, თავისუფალი დრო აქვს. ბავშვი ვერა, მაგრამ მშობელი რას აკეთებს? მე მაგალითად წიგნის კითხვის საათს ვუწყობ დათიკოს. მეც მაშამ ამ კარანტინში უკვე 3 წიგნი წაიკითხა. ნინი მათ მითხრა, მაშამ 3 წიგნი წაიკითხაო. და კითხვის საათის გარდა ვუწყობ სუფთა ჰაერზე სეირნობის საათს და კულინარიულ ზემეს. ხო უნდა გავართო ბავშვი, აბა? ვემე გადასარევი იდეა. ჩვენ გვაქვს პრობლემებზე საუბრის 15 წუთი. აი მე მაგიტომაც არის შენი შვილი ესეთი ანგელოზი, აბა? მოიცადეთ, ყველა ბავშვი კარგია. უბრალოდ სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ამასაც თუ ხელი შეწყობა უნდა? ყველა ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. თავისუფალი დრო აქვს და რა ქნას, ბავშვია. აბა რა, მე ორივე შვილი სხვადასხვანაირად გავზარდე. მოკლედ, რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციებს, ყველასთვის რთულია ჩვენთვის უჩვეულო პრობლემებთან შეგუება, მაგრამ შეეცადეთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს. აუცილებლად მოусმინეთ. ეცადეთ ხშირად ესაუბროთ, ჩაერთეთ მათ ცხოვრებაში და ჩართეთ იქ თქვენ ცხოვრებაშიც. 1 წუთით. ვაიმე ვიმე შეკითხვა ხომ არა აქვს? აი მაგალითად შენ არაფერი არ გაინტერესებს? მე? იცით, გუშინ არ მაქვს შეკითხვები. მაშინ დავასრულოთ, ხო? არა, მოიცადეთ, რატო? ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და დროებით. მე კიდე კარი დამცხარი მაინც გააკეთა. არა, როგორ გამომასპინძლდა ეხა მარტო დამცხვი. ნუ ეტყვი ალუბლის სტარტია თქო. თიასის ვერაფერი ვერ უთხარი, ეხლა არ მინდოდა გაცეცხლება დამტყობოდა სახელს. ესა. მომკალა ხვალ ამ შორენს. მოდი ვარ! და ლამაზი ხარ? მე კიდე ნამცხვრის ცხობას მოვჭი ახლა და მის მოწესრიგებას ვერ მოვასწარი. რა ვიცი, ლამაზესი ხარ და. მადლობა, მოდი შემოდი. ყავას ხო დალევ? თან ტარტი მაქვს გაკეთებული. ყავასაც დავლევ და ტარტსაც შევჭამ. ისეთი გემრიელი სუნი იდგა სადარბაზოში შქმერულის რომ მომშივდა. რა? შქმერული გიყვარს? გიждები. ვაიმე! დღეს. აი მაინც და მაინც დღეს რატო დაემთხვა არ ვიცი. შევედი ინტერნეტში და წავაწყდი რაღაცა რეცეპტს. მეთქი რა უცნაური საჭმელია მეთქი და გავაკეთე. გინდა მოგიტანო? აბა რა უნდა ქნა დასო? რა დროს სტარტია შქმერული გქონია? მე ახლა. მართლა პირველად გააკეთე? აბა. ესეთი გემრიელი შქმერული ცხოვრებაში პირველად ჭამე.
კიდე როდის დამბადიჟებ დასო? შემდეგ ჩაკაფული იყოს, დარწმუნებული ვარ, ეგეც მაგარი გამოგდის. აუ, რა თქმა უნდა. და საერთოდ ჩემზე ამბობენ, რომ არ ვიცი რატო, ძალიან გემრიელი ხელი მაქვს. ჩათვალე დღეიდან მეც ვამბობ მაგას. პარტი ხوار გამოგიტანო? არა, კიდევ დარჩა წვენი. კაი, ამოუწე. ეხლა საცხობში უნდა ვიჯდე და ფულს უნდა ვითვლიდე. გაუხმეს იმას ხელი. გეხოცები დედა, ნერვიულობ, წნევა აღიწევ. რა მიწეს და ამიწიოს ერთი რა და მე და საერთოდ მოვკვდე. არაფრის აღარ მეშინია მაგა. რამდენი მქონდა წერამწნება? 130, 70. მაგიტო ვარ ცუდად. დედა 130 ხო შენი წნევაა? არა გენაცვალე. ეგ ალბათ შენი დედამთილისთვის არის ნორმა და ისე მაინც ვინმე რო გკითხოს უნდა იცოდე, რომ 125 ვატარებ. დათოა, მეკავარე. ამის ხელი და მკვდები და ეს კიდე სტუმრებს მიბარებს აქ. აი დედა, დათო არა სტუმარი რა გჭირს. დათო! საგამშვიდობის. შვიდობა. სადაა შვიდობა შენი ძმაკაცის ხელში? დაგქურდეს დათო. ვიცი ხო, ზაზამ დამირეკა და მაგიდან მოვედი. დათო. ნოლიდან დავიწყე ბიზნესი. ერთი წელი ისე ვამუშავე, არავისთვის არაფერი არ ვითხოვია. ერთხელ ვთხოვე რაღაცა, ერთადერთხელ და რა მიქნა რა, დამღუპა, კარი დამიტოვა ღია. ქალბატონ მანანა, ტყუილა იბრალებს ზაზა საკუთარ თავზე. მე დამჭე კარი ღია. შენ რა შუაში ხარ? კაი რა დათო. დამირეკა სავსე ტომარა აუწია ფქვილითო და წელი გამიგავდაო. მეც გამოვარდი ეგრევე. უმაქნისი რა. ტომრები ჩენ გათრებინა. არ იცი რა მაიმუნიც არის მაგისთვის რამის დაჯერება შეიძლება? როგორ არ ვიცი გაუზომარა რომ მაიმუნია, მაგრამ იცით რა ხმა ქონდა რომ დამირეკა? რომ მივედი გული გამისკდა ისეთი ლურჯი იყო. რატო არ მითხარ? ლურჯი არა მწვანე. ამეტებს. ვამეტებ ხო? ძლივს მივათრიე მანქანის გარამდე. არა, კი მითხრა არ დაგჭეს გარიგიაო, მაგრამ მახსოვს რომ გამოვხურე. მაგრამ ამ სიჩქარეში რაღაცა ეთყობა. ეხა როგორ ხარ? გადასავე. ეგრევე ექიმთან გავაკანე და არჭეს. ნევსები და გამოკეტდა. დედა ჩემი სიკვდილი ჩემი რა. ბიჭო, მთელი დღეა რო გლანძღავ. ერთხელ მაინც როგორ არ წამოგხვდა რომ ცუდად იყავი, ჭირსა წაუღია ის ღუმელი. ყავ შენ ეგეთ სიდედრი? მარად მო, საიდან? შენ მოგიკვდა ჩემი თავი შენა. შენ მოგიკვდა ჩემი თავი. ეგ რომ ცოდნო და ღუმელზე ვინერვიულებდი? ეხლა ვიტირებ. ისე ქალბატონო, არც ეხლა გაგვთ დიდად სადარდებელი არაფერი. მაინ ინებეთ. პროფესიონალური ღუმელი, იაპონური. ყოველ მოვლენ ბიჭები და ამონტაჟებენ იქვე ყველაფერს. არა, აი ეხლა ვიტირებ. მე არავითარ შემთხვევაში რა სისულელია? შენ რატომ უნდა დამიყენო ღუმელი რა? ხო არ გადაირიეთ ხალხო თქვენ? არა, რა საუბარ, ნაკიდია უკვე. თუ ამას არ აიღებთ, ჩავთვლი რომ გაბრაზებული ხართ ჩემს. დედა რაღა ვქნა, ზაზა უთხარი რამე რა. დათოსთან არ გაგივათ ეგეთები ქალბატონო, მაგრამ ეგ ჩემნაირი გულიანი და დამყოლი არ არის. ასე რომ უნდა გამოვართვათ. მე რაღა ვქნა რა. რა და დათოს ძალიან უყვარს ბლინები. მართლა? არა, არ შეწუხდეთ, არა. მაგა. მიდი ეხა დედა, ფქვილი და ჯამი მომაწოდე, ჩქარა. მაგრამ ეს ისეთი ამბავია ეხლა. რომ Facebook-ზე უნდა იმას ვქნა. დავპოსტო. მე თქვენ ყველა უნდა დავაშიაროთ. დავაშიაროთ. და მე დათოს დავთაგა. ეგ დავიმახსოვრე. მადლობა დიდი გამეჩნია. და დათაგვას ის არ ჯობია, რომ სტორია არ ჯობია. ეგ რა არის? სტორია, ისტორია.
ჩემო ზაზა, მე ახალგაზრდობაში იმდენი ისტორიები მაქვს, მაგას არც ერთი Facebook-ი არ დაიტევს. რაღაცა სისულელე მათქმევინეთ ეხლა, ხო? და აი ქვილი და თასი და დათოქელდება. всё. და შენეგეციდებ, რე? აი ესეთი მეგობარი ყავს. მეც ძალიან უხერხულოდ ვიგზანი თავი, დედაჩემს ხუმელი როა ჩუქა, მაგრამ ნუ რას ვიზამდით, უნდა აგვეღო ადამიანმა გულით გააკეთა სიკეთე. და რაც მთავარია, მანანა და ზაზა შეიგდნენ. თორე ამათი კბენი სატანა მე აღარ შემიძლია. ფსიქოლოგი საათმაც ძალიან დამთრგუნა. არა, ქალბატონმა ნინომ ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მოგცა. უბრალოდ მოგცემდა. დათის და მაშოს დედებს რო მიეცათ ამის საშუალება. ისე მართლა აღარ მახსოვდა, რამდენად გულის ტკენამდე იდეალურები არიან. აქეთ ასწავლეს ფსიქოლოგს ჭკუა. აი რაღა მაინც და მაინც დღეს იყო ეს შეხვედრა, როცა ესეთი გამოუძინებელი ვიყავე. ძალიან შემრცხვა. საერთოდ ვერ მივხვდი, როდის ან რანაირად ჩამეძინა. ამ каранტინის ერთადერთი პლუსი ის მეგონა, რომ იდეალურებს არ შევხვდებოდი და იმათ გამარჯვებულ მზერას ავირიდებდი, მაგრამ არა, მოახერხეს და ონლაინ დამცინეს. მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ცუდი დედა ვარ. მე რა რო ჩემშულებს არ აქვთ ციგნის ან სუფთა ჰაერის 1 საათი, ან იმ რაღაცის 15 წუთი. მე მაინც ვგიჟდები. ჩემს კომპიუტერს მიფიჩინებულ კულინარიის ზეიმის გარეშე დარჩენილ შვილებზე. ეხა წავალ, სანამ დაიძინებენ და მსოფლიოში საუკეთესო ჩახუტების საათს მოვწყობ.